Завершуємо цей історичний тиждень для გასული კვირა უკრაინისთვის ნამდვილად ისტორიული კვირა იყო. მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ უზრუნველყავით 90 მილიარდი ევრო უკრაინისთვის 2 წლის განმავლობაში. ეს არის დეკემბრის მთავარი მიღწევა და მრავალი თვალსაზრისით მთელი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. ევროპა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები დარჩეს ევროპაში და რაც მთავარია, დარჩეს გაყინული. უკრაინა მიიღებს ყოველწლიურად მინიმუმ 45 მილიარდ ევროს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ეს თანხები შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ რუსული სახსრებიდან. რუსეთმა ამ ომისთვის პასუხი უნდა ააგოს. უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფი ამჟამად ფლორიდაში მუშაობს. კვლავ იქნება შეხვედრები ამერიკულ დელეგაციასთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. მიმდინარეობს მუშაობა ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ დოკუმენტებზე. ისინი დეტალურად განიხილავენ თითოეულ პუნქტს და მინდა გითხრათ, რომ არსებობს კონსტრუქციული ჩართულობა ამერიკულ მხარესთან. ისინი ასევე განიხილავენ ვადებს, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაძლო ვადებსაც კი. українською стороною. Це